ლაივშურთ. მოგესალმებით. დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 18 წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად მოიპოვა უდიდესი მნიშვნელობის გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში. კერძოდ, დღეს გამოვიდა ორი გადაწყვეტილება ქართველი სამხედრო პირების საქმეებზე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის საქმეზე. საიამ აღნიშნული გადაწყვეტილებები და საქმეები მოიგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა 2008 წლის ომის კონტექსტში. გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა 395,000 ევროს ოდენობით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს უკვე 18 წელი აქტიურად იცავს სტრასბურგის სასამართლოში და მომავალშიც განაგრძობს მათ დახმარებას. საიამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ჯამურად 53 საჩივარი წარადგინა 400-ზე მეტი დაზარალებული პირის ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის არსებითად მნიშვნელოვანი და პრეცედენტული, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა დაადგინა ომის აქტიური ფაზის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და ეს არის სწორედ ის მთავარი განსხვავება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ 2021 წელს სახელმწიფოთა შორის დავაში მიღებული გადაწყვეტილებისგან. ეს არის პირველი საქმე, სადაც სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით დადგინდა ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. ამასთანავე სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ არა მხოლოდ გამოძიების არაეფექტიანობა შეერაცხება რუსეთის ფედერაციას, არამედ სიცოცხლის უფლების დარღვევა და წამების აკრძალვის პირდაპირ დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამი ქართველი სამხედრო ტყვე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე, დაკავებული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს. საქმის მასალებზე დააყრდნობით კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ნოემბერში მისი დატყვევებიდან 3 თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა. ამასთანავე სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების სუსტი მიზეზი და გარემოებები გაურკვეველი რჩება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლოს სამხრეთ ოსეთის ძალების პატიმრობაში ნახეს ძალადობისა და სიკვდილით დამუქრების დროს და სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს. ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ ამასთანავე იმ ღონისძიებებს, რომლებიც საიამ განახორციელა დღემდე და კვლავ განახორციელებს საკომპენსაციო მექანიზმის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს რუსეთი 2022 წლის მარტის შემდეგ აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მისთვის კვლავ სავალდებულოა ყველანი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც 2022 წლამდე იქნა ინიცირებული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და რომელზეც გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა. ამასთან ჩვენ ხაზგასმით მივუთითებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ომით დაზარალებული პირების უფლებების დაცვის მიზნით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა, რომ მათ აქტიური როლი ჰქონოდათ საკომპენსაციო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით, როგორი მექანიზმიც მაგალითად უკრაინასთან მიმართებით ევროპის საბჭოში არსებობს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ აქტიურად ამასთან დაკავშირებით მუშაობას და 2008 წლის ომით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების წარმოდგენას საერთაშორისო ასპარეზზე. აქვე მინდა რომ ხაზგასმით მადლობა გადაუხადო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
ყველა იმ თაობის იურისტს, რომელიც 18 წლის განმავლობაში ამ საქმეებზე აქტიურად მუშაობდა. ჩვენ ასევე მეორე მნიშვნელოვანი საქმე მოვიგეთ, რომელთან დაკავშირებითაც ალექსანდრე პატარაია, რომელიც არის საერთაშორისო სამართალ წარმოების გუნდის ხელმძღვანელი. მოგესალმებით პირველ რიგში, მეორე საქმე შეეხება უშუალოდ ზურაბ ქარჩევას მიერ ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლთან საკონსტიტუციო სასამართლოსთან ახლოს კარის გაშლასთან დაკავშირებით მის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად გამოცხადებას კერძოდ სახელმწიფო ამბობდა რომ იგი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან ახლოს და შესაბამისად უშლიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაში ასევე რომ არსებობდა საფრთხე მემედ აბაშიძის ძეგლთან მიმართებით რომ ის დაზიანდებოდა და ასევე რომ პიროტექნიკის გამოყენებით და გამომდინარე რადგანაც იყო ახალ წლებთან ახლოს პერიოდი სწორედ რომ ამის საშიშროება იყო შესაბამისად შიდა სასამართლოებმა არ განიხილეს დასაბუთებულად კონკრეტული ეს არგუმენტები და პირდაპირ დაადგინეს სამართალ დამკვირვად ზურაბ ქარჩავა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-10 მუხლის ანუ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა მე-11 მუხლის ანუ შეკრების თავისუფლების ფონზე. ვინაიდან და რადგანაც სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა რომ შიდა სასამართლოებმა დასაბუთებულად მოახდინეს სამი არგუმენტის ასე ვთქვათ გასინჯვა და იმის მიუხედავად რომ რეალურად მომშივანი არ იყო 20 მეტრით ახლოს ამას არ ჰქონდა დადგმული კარავი ვიდრე ეს არის ვიდრე ეს იყო ნებადართული შესაბამისად ეს იყო ერთ-ერთი დარღვევა მასთან დაკავშირებით ამასთანავე არ დასტურდებოდა რომ მას ჰქონდა რაიმე სახის ზიანის მიყენების სურვილი მემედ აბაშიძის ძეგლთან მიმართებით და ასევე არ იყო დადასტურებული რომ რაიმე სახის პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე ღონისძიება იგეგმებოდა კონკრეტული რაც იქნებოდა დადასტურებული. შესაბამისად სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რომ ამ მომჩივნის დაკავება ადმინისტრაციული წესით და ერთი დღით დაკავება წარმოადგენდა დარღვევას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და რომ ასევე სწორედ რომ ამ დაკავებამ შექმნა სუსხავი ეფექტი მის მიერ მომჩივნის მიერ მისი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გამოყენებასთან მიმართებით. და შესაბამისად სახელმწიფოს დაეკისრა 1000 ევროს არამატერიალური ზიანის სახით ანაზღაურება.